მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ოზურგეთის საკრებულოს ბიუროს ხდომაზე ორი საკითხი განიხილეს. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მერიიდან 10 დეკემბერს დაბრუნდა და ცნობა ახალი ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით. ევროპულ სოციალისტებს ოზურგეთში დავით ხურციძე უხელმძღვანელებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს ხდომაზე მერიის მიერ 2026 წლის ბიუჯეტის კორექტირებული და 10 დეკემბერს ისევ წარმომადგენლობით ორგანოში დაბრუნებული პროექტის განხილვა, ისევ დარგობრივ კომისიებს დაევალათ. ასევე ბიუროზე მოისმინეს ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ევროპული სოციალისტების შექმნის თაობაზე, რომელიც საკრებულოს ხდომის დღის წესრიგში აისახა. ფრაქცია ევროპული სოციალისტები 3 წევრით დაკომპლექტდება. ფრაქციის თავმჯდომარე კი დავით ხურციძე იქნება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკადრო ცვლილებებია. 9 სოფელში რწმუნებულები შეიცვალნენ. მერმა პაატა კუნჭულიამ ისინი ახალი კადრები ჩაანაცვლა, ხოლო 20 სოფელში მუშაობას ისევ ძველი რწმუნებულები გააგრძელებენ. ოზურგეთის მერის ახალი წარმომადგენლები დაინიშნენ ქალაქ ოზურგეთის, დაბა ნარუჯის, დაბა ლაითურის, სოფელ მერიის, ნატანების, ჭანიეთის, ასკანის, ნაგომრისა და ძიმითის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მერის გადაწყვეტილები დანარჩენ 20 სოფელში იგივე რწმუნებულები აგრძელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, რაც შეეხება დაბა ნასაკირარხში მერის წარმომადგენლის დანიშნვას განხილვა მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, ვინ დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას. უთხრა გურია ტივის ოზურგეთის მერის პრესსამსახურმა ნინო ბახტაძე. საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის გურიის მონაკვეთის ლანჩხუთი ლესას 8 კილომეტრიანი 4 ზოლიანი მონაკვეთი რამდენიმე დღეში გაიხსნება. გზის მონაკვეთზე დარჩენილი სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძე და გურიის გუბერნატორი გიორგი ხურჯუმელიძე გაეცნენ. ამ გზის მშენებლობის ჯამური ღირებულება 324 მილიონ ლარზე მეტია. გზის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის კრედიტით დაფინანსდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალებში საახალწლო არდადეგები 2025 წლის 29 დეკემბრიდან 2026 წლის 20 იანვრამდე გაგრძელდება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოიგო. საიას სტრასბურგში 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს დაზარალებული 26 მოქალაქის ინტერესებს იცავდა. მათ შორის არიან როგორც აქციის რიგითი მონაწილეები, ისე მედიის წარმომადგენლები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება 11 დეკემბერს გამოაცხადა. დავის ძირითად ნაწილში წამება და არაადამიანური მოპყრობა, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევა. მოსამართლებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. სტრასბურგის გადაწყვეტილებით სახელმწიფოს მომჩივანისთვის კომპენსაციის გადახდა დაევალა. სტრასბურგის გადაწყვეტილებას თბილისში შეფასებები მოჰყვა. სტრასბურგის სასამართლო ცალსახად ამბობს, რომ ეს არის საქართველოს პასუხისმგებლობა, რომ არ წარმართა მათ შორის გამოძიება ეფექტიანად და ამ დროისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ არიან მიცემული კონკრეტული პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ძალადობრივ დარბევაში და ამ გამოძიებას ჰქონდა სერიოზული ხარვეზები. სწორედ აქედან გამომდინარე დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა. ცხადია, გამოძიების ვალდებულება არის შესაბამისი უწყებების კომპეტენციაში, აქ იგულისხმება პროკურატურა, მანამდე ეს იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც დღეისთვის აღარ არსებობს, მაგრამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არ ჩაუტარებია ეფექტიანი გამოძიება იმ პერიოდში, როდესაც ის ამ საქმეს იძიებდა და დღესაც პროკურატურის მხრიდან არ ჩანს კონკრეტული ეს შედეგები, რომელიც ამ საქმის სრულყოფილ გამოძიებას დაანახებდა საზოგადოებას. სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 20 ივნისს ხორციელდებოდა შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე და თავდასხმა სამართალდამცავებზე, რა დროსაც სახელმწიფოს აქვს უფლება გამოიყენოს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე თქვენ იცით, რომ გიორგი ახარიას ბრალდება ედავება ჯანმრთელობის განზრახ-მძიმე დაზიანების ორგანიზებას, თუმცა ბრალდების შესახებ დადგენილებაშიც ასევე მითითებულია, რომ გიორგი ახარიას რეზინის ტყუების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუწია და არაპროპორციულობის ნაწილში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება სწორედ რეზინის ტყუებთან დაკავშირებულ ეპიზოდს ეთმობა. შესაბამისად
აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ ადასტურებს, როგორი შეთითქმული ბრალდებით მიმდინარეობს დევნა სამართლებრივი გიორგი გახარიას მიმართ. რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რაც ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, რომ ეს აქციები იყო ძალადობრივი, აქ ხორციელდებოდა შტურმი პარლამენტზე, თუმცა ნუ კითხვის ნიშნები არსებობს ზუსტად იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ბატონი გახარიას მიმართ არის გამოძიება დაწყებული, ეს არის პროპორციულობის მიმართულება და ეს არის, ასე ვთქვათ, რამდენად იყო იმის სტანდარტი დასული, რომ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად არ იღებდნენ ძალადობაში მონაწილეობას, მათზე იქნა გამოყენებული ისეთი საშუალებები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ეს კითხვები ბატონ გახარიასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, არსებობს და სწორედ ამიტომ არის საქმე აღზრული ქართულ სასამართლოში. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში ფორუმს ესწრება, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს. მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი აშხაბადში თურქმენეთის ნეიტრალიტეტის დღეს იმართება. ფორუმს ასევე ესწრებიან ირანის, უზბეკეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სხვა ლიდერები. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას და თქვენ იცით, რომ დღეს აქ წარმოდგენილია ხუთივე სახელმწიფოს ლიდერი, ასევე აქ არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები, აზერბაიჯანი, სომხეთის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავება, ეს ხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კავშირებს და ბუნებრივია ეს ფორმატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენს კოლეგებთან ერთად ვისაუბროთ თანაშრომლობის განვითარების თემებზე. სეზონური ვირუსების გავრცელება აქტიურ ფაზაში შედის. კლინიკაში გაზრდილია მომართვიანობა. ყველაზე ეფექტური საპრევენციო გზა კი ვაქცინაციაა. პაციენტების სიმრავლეა როგორც კლინიკებში, ასევე პედიატრიულ დაწესებულებებში. ხვდება თუ არა მომზადებული ქვეყანა ვირუსებისთვის ყველაზე ხელსაყრელ სეზონს, თუ ჯანდაცვის უწყებისა და კლინიკების წარმომადგენელთა განცხადებებს დავაყრდნობით, ქვეყანა ვირუსებს სრულ მზადყოფნაში ხვდება, როგორც ადგილების, ისე მედიკამენტების კუთხით. შეფერხებები მოსალოდნელი არ არის. მედიკოსები რეკომენდაციებსაც ავრცელებენ, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში შემოტანილი 200,000 ვაქცინიდან 50,000 ისევ მარაგშია. ექიმები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. ზამთართან ერთად გრიპის მაგვარი ვირუსები და თვითონ გრიპიც, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა მატულობს. ჯერჯერობით ავადობა არ არის მაღალი 250-მდე 100,000 მოსახლეზე, ეპიდემიის ზღვარი ჩვენთან სადღაც 500-მდეა, ასე რომ ახლოს არა ვართ ჯერ. რა თქმა უნდა, ხა კიდე მოიმატებს დეკემბრის ბოლოს ალბათ უფრო მეტი შემთხვევები გვექნება და პირველი და ძირითადი მაინც რა თქმა უნდა არის ის, რომ ვაქცინაცია, საუკეთესო ხარისხის ვაქცინა ქვეყანაში. გვინდა ჩვენს ბენეფიციარებს შევახსენოთ საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული სერვისებით. გრიპის ნიშნების გამოვლენისთანავე ბენეფიციარს შეუძლია მიმართოს იმ ამბულატორიულ დაწესებულებას, სადაც არის რეგისტრირებული და ოჯახის ექიმის მიერ მოხდება შემთხვევის მართვა ბინის პირობებში. ეს გახდა ჩემ ხალთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობები.